მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მე გახლავართ დავით ბოტკოველი და დღევანდელ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, რომელიც ამჟამად მიდის უშუალოდ ბაზრებზე. თქვენ შეგიძლიათ იგივე ვარიანტები გამოიყენოთ ოღონდ სხვა, ვთქვათ, ვარიანტშიც, ოღონდ ანალოგიურ სიტუაციებში, რა თქმა უნდა. ანუ მთავარი არის აქ ერთი მომენტი, ხო, ეს არის ლოგიკის დაჭერა. ანუ მთავარი რა არის ახლა რომ ესე ძირეულად რო შევხედოთ საკითხს. ჩვენი მთავარი ამოცანა არის რომ შევხედოთ და დავინახოთ უпростоრედ ბაზარი მაშინ, როდესაც ბაზარი იმყოფება კორექციულ უკუსლაში. ანუ თუ მე მაქვს ტრენდი მაგალითისთვის და აღმავალი, ჩემთვის პრიორიტეტი არის აი ეს აღმავალი მოძრაობა. და თუ ტრენდი მაქვს აღმავალი, ჩემთვის პრიორიტეტია დავინახო, რა თქმა უნდა, ეს დაღმავალი მოძრაობა. რატომ? იმიტომ რომ ეს მოძრაობები მე მიკორექტირებს ფასს. ანუ ეს მოძრაობები ჩემთვის მნიშვნელოვანი მოძრაობებია, იმიტომ რომ ფასი იქამდე დადის, საიდანაც მერე ღირს, ესე ვთქვათ, მუშაობა. თუ ჩვენ შევხედავთ გრაფიკს, რომელიც შედგება ტალღა კორექციებისგან, ჩვენ აღმოვაჩენთ ერთ ძალიან მარტივ დეტალს, რომ ყოველი კორექციის ბოლო არის საუკეთესო ადგილი შესვლისათვის. ანუ კი, გასაგებია რომ ეს არის უფრო მაღლა ვიდრე ეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს კორექციული უკუსლა და მისი დასრულება, ეს არის საუკეთესო ადგილი, რომ შევიდეთ პოზიციაში. ისევე როგორც აქ არის საუკეთესო ადგილი შევიდეთ პოზიციაში. ეხლა აქ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის, ხო, როგორ დავაკვირდეთ უშუალოდ აი ამ მომენტს, აი როგორ შევიდეთ პოზიციაში და როდის შევიდეთ პოზიციაში და ასე შემდეგ. მხოლოდ ერთზე გავამახვილებ ყურადღებას, არის რამდენიმე ვარიანტი ამ ყველაფრის, რა თქმა უნდა, ამისთვის ამას ვასწავლი ზუსტად მასტერკლასში, როგორ და რა როგორ შეხედოს ბაზარს უშუალო ტრეიდერმა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. და შესაბამისად გასწავლით აი ერთ მომენტს, ძალიან ესეთ მნიშვნელოვან მომენტს, რომელსაც ქვია ფასების დაჭერა. ეს ფასების დაჭერა შეიძლება მოხდეს სხვადასხვანაირად. აი უამრავი ის არა აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ აი არის 1-2 რაღაც ისეთი ესე ვთქვათ პატერნი, ხო, რომელიც ახასიათებს ბაზარს და აი ეს ამ ფასებს ზუსტად ესე იჭერს. მაგალითისთვის თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს მომენტი. მაგალითისთვის, როდესაც ფასი მიდის ზევით, კორექცია არის დაღმავალი და ბაზარი იჭერს ამ ფასს, მაგალითად აი ეს. ანუ დაჭერა ამ შემთხვევაში შეეხება უშუალოდ ქვედა ფასის დაჭერას, ანუ ამ შემთხვევაში უკვე კორექციის ძირის დაჭერას და შესაბამისად აქედან მერე ვახორციელებთ შესვლას ბაიზე. ან პირიქით, ხო, კორექციის მაქსიმუმების დაჭერას და აქედან უკვე ვახორციელებთ შესვლას სელზე. ხა, რომ გითხრათ, ხო, ყველაზე ესეთი გავრცელებული მომენტი არის, რომ თუ ბაზარი ერთხელ მივიდა რაღაც და დააფიქსირა რაღაც მაქსიმუმი მაგალითად, მეორეთაც რომ მივა, იქიდან შეიძლება შეხვდეს სელზე. ნუ ეს მთლად ესე არ არის, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მეორე მისვლა აი ამ კონკრეტულ ფასზე იწვევს ხოლმე ცრუ გარღვევებს, რაც ხშირად ცუდად მთავრდება. ამიტომ მე თქვენ გირჩევთ, რომ ისეთი რამ სიტუაცია შეარჩიეთ, როდესაც ბაზარი ან ორჯერ არის უკვე მისული ერთი და იგივე ფასთან და მესამედ უნდა მივიდეს, ან მეხუთედ უნდა მივიდეს, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ან მეორედ მიდის, მაგრამ ამ შემთხვევაში მეორედ მისვლა იგივე ფასთან უფრო რაღაც ესეთი სახასიათო არის, ხო? ამავე დროს თქვენ შეიძლება ასევე მიაქციოთ ყურადღება კიდე ერთ მომენტს, რომ აი თუნდაც მეორედ მივიდა ბაზარი იგივე ფასთან. შესაძლებელია აქ მე დაბალ ტაიმფრეიმზე უკვე მქონდეს ისეთი მომენტი, როგორც არის მაგალითისთვის იგივე რაღაც პატერნი, შემოტრიალების პატერნი, მაგალითად თავიდან მხრებიან თუნდაც ორმაგი სიმაღლის პატერნი.
ან ფლეტის გარღვევა ქვევით და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ მე რო იდენტიფიცირება გავაკეთო, რომ აი ეს მისვლა არის გადასარევი მისვლა და შესაბამისად აქედან მე მინდა სელზე ვიმუშაო, ყოველ შემთხვევაში აი აქ რაღაც უნდა მაჩვენოს. ეს აქ რაღაც უნდა მაჩვენოს არის ზუსტად წეღა რაც თქვი, ხო? ან პატერნი, ან ფლეტი, ან რა ვიცი 1000 რაღაც შეიძლება მოვიფიქროთ და ზუსტად აი ეს მომენტი არის აი აქ აღბეჭდილი, ხო? მე აქ მაქვს ძალიან საინტერესო ერთი მომენტი, რა თქმა უნდა ეს არის ფუნტი დოლარის წყვილი, ბაზარი მოდის ქვევით, დაბალ ტაიმ ფრეიმზე, ну ამ შემთხვევაში მოდი ესე ვთქვათ 4 საათიან ტაიმ ფრეიმზეც ბაზარი მოდის დაღმავალი მიმართულებით. ეხლა აქ ბევრი რამეა აღნიშნული, მე თქვენ არ გირჩევთ ყველაფერს შეხედოთ. და ორი მომენტი მინდა გაჩვენოთ, კონკრეტულად აი ეს მომენტი და კონკრეტულად ეს მომენტი, რაც დღეს ხდება უშუალოდ. მოდი ცოტა წინა მომენტს შევხედოთ, ხო, ეს ძალიან საინტერესო იყო აქედან მუშაობა, იმიტომ რომ ну საკმაოდ ესეთი კარგი მოძრაობა გააკეთა ბაზარმა. პირველი მომენტი რომ ჩვენ ვიმყოფებით დაღმავალ ტრენდში, შესაბამისად ყოველი აღმავალი სვლა ეს არის, რა თქმა უნდა, კორექციული უკუსვლა. ამავე დროს გარდა აი ამ კორექციული უკუსვლისა კიდე ერთი რაღაც ხდება, რაც ახლა მე ახსნას არ დავიწყებ, ძირითადად ამას ვხსნით ხოლმე მასტერკლასზე. შესაბამისად მოხდა მოკლედ კორექციული უკუსვლა და შესაბამისად აი აქ არის ძალიან საინტერესო მომენტი, რომ ბაზარი რო წავიდა ზევით, დააფიქსირა რაღაც მაქსიმუმი და ამ მაქსიმუმის შემდეგ აი ხედავთ ხო, ორმაგი სიმაღლესავით არის რაღაც დაფიქსირებული, გამოარღვია პირიქით ქვევით. ამავე დროს აი დააკვირდით აი ამ ფასს. ერთი და იგივე ფასის პირობებს როგორ აჩვენებს ბაზარი, ხო? ანუ ერთი და იგივე ფასზე ქვემოდანაც დაარტყა, ზემოდანაც დაარტყა, ისევ კვლავ ქვემოდანაც დაარტყა, აქაც ქვემოდან ურტყავს და ასე შემდეგ. ანუ აბსოლუტურად აჩვენა რომ ბაზარზე ესე ვთქვათ დაიჭირეს ამ შემთხვევაში ზედაფასი, წეღა რასაც უშუალოდ გიყვებოდით, ხო? უნდა დაიჭირონ ფასი ან ზედა, ან ქვედა. ეს არის ზუსტად აი ამ ზედა ფასის დაჭერა, ხო? და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს, ну, მესამე, მეოთხე მისვლა, რა ვიცი, რამდენი მისვლა არის აქ უკვე განხორციელებული, იმიტომ რომ აი აქ არის ბევრი მისვლა განხორციელებული და აქედან უკვე შეიძლება ამ შემთხვევაში შევიდეთ სელის პოზიციაზე. შეიძლებოდა თუ არა აქაც შევსულიყავით სელის პოზიციაზე. მოდი დავაკვირდეთ აი ამ ორ ვითარებას, ხო? როგორ შეიძლებოდა? აი ზუსტად წეღან მაგიტო ვთქვი, რომ მეორე მისვლა არ არის აუცილებლად უნდა შეხვიდეთ. აი შეხედეთ, დააკვირდით. კი, რა თქმა უნდა, გააკეთა მოძრაობა. კი, რა თქმა უნდა, მომგებიანი იყო ეს მოძრაობა და ჩვენ შეგვეძლო ამ მოძრაობიდან აგვეღო რაღაც გარკვეული მოგება და შეიძლება კარგი მოგებაც კი აგვეღო. მაგრამ ახლა ისმის, ხო, ჩვენ 4 საათიანი გრაფიკის ტრენდი შევაფასეთ, მერე გადმოვიდით საათიან გრაფიკზე და რას ვხედავთ აქ საერთოდ, ხო, აი მეორე მისვლის დროს რას ვხედავთ. ჩვენ ხედავთ უბრალოდ ჩრდილი დატოვა ბაზარმა და წამოვიდა. ახლა ისმის შეკითხვა, საიდან შევიდე? ამ ჩრდილით მე ვერ შევალ, იმიტომ რომ კი ბატონო, ჩრდილი დატოვა. თუ თქვათ, აი ეს წამოვიდა ამ იმაზე, რა ქვია, სანთლით წამოვიდა ქვევით და აქ უნდა შევიდე, მაშინ მანდაც რა თქმა უნდა შესვლის მომენტი არ არის. რატო ვიძახი? იმიტომ რომ არანაირი ვთქვათ იგივე პატერნი, არანაირი ვთქვათ იგივე ისეთი, ესე ვთქვათ, საბირჟო სიტუაცია არ არის, რომ ну ცოტა უფრო დიდი პროცენტით ვთქვა, რომ აი აქ ნამდვილად არის სელზე შესვლის მომენტები. შესაბამისად, რადგანაც აქ არ არის სელზე შესვლის მომენტები, ჩვენ აქ რა თქმა უნდა, ну ვერ შევიდოდით. მოდით გადავიდეთ უფრო დაბალ ტაიმ ფრეიმზე, ხო? მაგალითისთვის 15 წუთიანი გრაფიკი. და აი აქ ჩვენ ხედავთ, რომ უშუალოდ ამ წერტილებზე, რომელიც წეღან საათიანზე ვნახეთ, აქ არის რა თქმა უნდა ეს მდგომარეობა, რომ
უცებ ავარდა ფასი ზევით, უცებ ჩამოვარდა ფასი ქვევით და სად შევსულიყავით. რა თქმა უნდა, ესეთი რამეც არ ჩანს აქ, რომ ზუსტად სად შევიდეთ. ახლა მოდით შევხედოთ მეორე მომენტს, ხო? ჩანს თუ არა აქ სად შევსულიყავით. ნუ ჯერ ეს ერთი მოძრაობა შეატრიალეს, ეს ძალიან საინტერესო სიგნალია და პლუს ამას აი დააკვირდით რამდენი საათის განმავლობაში ფასი იმყოფება უშუალოდ ამ ფასის ქვეშ, ანუ ურტყავენ ერთი და იგივე ფასს, ვეღარ მიდიან უშუალოდ ზევით და რა თქმა უნდა, აქედან უკვე განხორციელდებოდა თავისუფლად სელის პოზიცია. დღევანდელი სიტუაცია, მოდი ვნახოთ რა ხდება, ხო? დღევანდელ სიტუაციაზეც ასევე ძალიან საინტერესოა. ჩვენ გვაქვს აი თითქმის ანალოგიური მდგომარეობა, ხო? ანუ აქაც გვაქვს რაღაც ესეთი შუალედური ფასივით თითქოს, აქაც ანალოგიურად შესაბამისად ახლაც ვიმყოფებით აი ამ ფასთან. და აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, ახლა რას იზავს? შევინარჩუნებთ თუ არა ამ პოზიციას. იმ შემთხვევაში თუ ბაზარმა შეინარჩუნა ეს პოზიცია, ანუ შენარჩუნებაში რა იგულისხმება? იგულისხმება ესეთი შეჩერება, ხო? ეგრევე შევარდნა, რა თქმა უნდა, პოზიციაში არღეს. თუ რამდენიმე საათის განმავლობაში ან დღეს, ნუ უფრო აღარ მოესწრება, უფრო ხვალისთვის შეიძლება აქ განვიხილოთ, რომ სელზე შევიდეთ. და აქ კიდე ერთი მომენტი ვთქვათ და აქ მე არ მაჩვენა ესე კაფიოდ სელზე შევიდე. მაშ რა უნდა ვქნათ, ხო? უნდა ვქნათ შემდეგი რაღაც. მინიმუმ რაღაც კიდე დამატებითი მომენტები მაჩვენოს, რომ სელზე შევიდე. მაგალითად, აი თუნდაც ავიღოთ პატერნები, თუნდაც ავიღოთ სხვადასხვა მეთოდები, ხო? არა აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, ისეთი მეთოდები, რომელიც მე მეუბნება, რომ გამყიდველის მხარეს გადავიდა ინიციატივა და შესაბამისად ჩვენ მერე შევალთ უკვე სელის პოზიციაში. ანალოგიური არის ოქროზეც და ოქროზე უფრო საინტერესო არის, ნახეთ, ესეც მინდოდა მეჩვენებინა, რომ ოქროზე ახლა მივდივარ დაღმავალი მოძრაობით, თუმცა კორექცია მიმდინარეობს აღმავალი. აი დააკვირდით, ხო, მაქსიმუმ მინიმუმების ცვალებადობა საათიან გრაფიკზე, 4 საათიანზეც ასე თუ ისე ჩანს, მაგრამ საათიან გრაფიკზე ძალიან კარგად ჩანს, რომ მაქსიმუმ მინიმუმების ცვალებადობა მიდის ზევით. შესაბამისად, იმისაც რომ მე ოქროზე შევიდე სელზე, პირველი რა თქმა უნდა, ან უნდა მომცეს ფასის დაჭერა, ესეთი მკაფიო ნათელი და ასე შემდეგ, ან უნდა მომცეს მოტრიალების მომენტი. ანუ თუ მე შემოტრიალება არ მაქვს, ისე ვერ შევალ სელზე. ანუ ესე პირდაპირ შედის სელზე, ეს არ არის ნორმალური, ხო? აი მაგალითისთვის შეხედეთ დააკვირდით, მაქვს ფლეტური მოძრაობა, მაქვს გარღვევა, მაქვს გამოტანა ამ ფასის და პლუს რეტესტი. აი ეს არის ძალიან კარგი ვარიანტი იმისათვის, რომ შევიდე სელზე. და აქ ესეთი არ არის. აქ ჯერ ბაზარი მიდის ზევით. აქ შეიძლება მოხდეს გადაწერა მაქსიმუმების, აქ შეიძლება მოხდეს რაღაც ფასების ზევით სულაც, მაგალითად ეს ფასი აი დააკვირდით. აი ეს ესე ვთქვათ, ნაცრისფერი ფასი არის უშუალოდ ხაზი არის უშუალოდ აი ამ დიდი სანთლიდან აღებული, შესაბამისად აქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს, შეიძლება ზევითაც ავიდეს ბაზარი, მაგრამ თუ მე მაჩვენა ინიციატივის შეტრიალება კვლავ, ანუ აქ თუ მყიდველი არის, მერე გამყიდველმა დაიწყო მუშაობა, რა თქმა უნდა, იქ უკვე ღირს შესვლა სელზე და ვიმოძრაოთ უშუალოდ ტრენდის მიმართულებით. ფაქტიურად დღეისათვის ხო ყველგან თითქმის ანალოგიური ვითარებაა. ევრო-დოლარი მე წინაზე როცა ჩავწერე ვიდეო უშუალოდ რაელის ბაზარს ანალიტიკასთან დაკავშირებით, ხო იქ მე ვთქვი, რომ ყველაზე კარგი მომენტი იქნება, თუ ბაზარზე განვითარდება, რა თქმა უნდა, კორექციული უკუსლები. და შესაბამისად აი ეს კორექციული უკუსლები ახლა ამ ეტაპზე მიმდინარეობს. ანალოგიურია აქაც და მოკლედ დაველოდოთ აი ეს კორექციული უკუსლა სად შეჩერდება და საიდან მოტრიალდება. ანუ ერთი არის რომ ტრეიდერმა უნდა კარგად ივაჭროს, გასაგებია ეს და ეს ყველასთვის მისაღები ფრაზა არის თავისთავად, მაგრამ მეორე სიტუაცია არის რომ ხელიდან არ უნდა გაუშვას შანსი. აი თუ ხელიდან გაუშვებს შანსს უშუალოდ, ხო, რა თქმა უნდა, მას უკვე მოუწევს დიდხანს ლოდინი.
ასე რომ მეგობრებო, ივაჭრეთ ჭკვიანურად, გონივრულად, ივაჭრეთ ისეთი ფასებიდან, რომლიდანაც ბაზარი ავითარებს მერე შემდგომ უკვე კარგ მოძრაობებს და შედეგი, რა თქმა უნდა, არ დაიკლებს, ხო? დააკლებს და შესაბამისად გექნებათ უშუალოდ კარგი შედეგებიც. ოღონდ ტრენდის მიმართულებით ივაჭრეთ. ეს აუცილებელი არის, იმიტომ რომ ტრენდი მაინც გინდა არ გინდა იმას აკეთებს, რასაც ბევრი რამე ვერ აკეთებს ბაზარზე. გვაძლევს 10ჯერ და 100ჯერ მეტ შემოსავალს, ვიდრე ვთქვათ რაღაც მოძრაობები, ხო? ამიტომ გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, თუ ვისაც სწავლა მოგინდებათ, შეგიძლიათ შემეხმიანოთ და დაუგეგმოთ თქვენი სასწავლო პროცესი. და სულ მალე დაიწყება ახალი, ასე ვთქვათ, სასწავლო ჯგუფში მუშაობა. თუ ვინმეს გნებავთ სასწავლო ჯგუფში ჩაწერა, შემეხმიანეთ აუცილებლად და ჩაგწერთ და დავიწყებთ უკვე მუშაობას. აი სულ ეს არის ისი თქმაც მინდოდა, ყველას წარმატებებს გისურვებთ, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, გამილაიქეთ ვიდეო, ან პირიქით გამოხატეთ ცუდი ესე ვთქვათ ემოცია ვიდეოზე, მომწერეთ აუცილებლად, გიპასუხებთ შეძლების დაგვარად, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ. ყველას მშვიდობიანი დღეები და წარმატებული დღეები.